ყოველთვის ამოიცნობ ლევ ბაიახჩევს. ლევ სერგეი ბაიახჩევი გახლავთ საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ფერწერი. ძალიან გონიერი მხატვარია. არაჩვეულებრივად გრძნობს კანონებს, წესებს. ძალიან დაკვირვებული მხატვარი, რომელიც ცდილობს არსობრივად ამოიცნოს როგორც მოდელი, ასევე ნატურმორტების საგნობრივი სამყარო. ყოველთვის ცდილობს განაზოგადოს მოტივი. ყოველთვის მასთან არის უტრირების და ექსპრესიის შინაგანი დამცხრალი გამოხატულება. სასურათა სიბრტყის სტრუქტურირება ახდენს რიტმული მონაცვლეობით, კონტრასტების ჰარმონიზაციით. ამ მხატვარს ძალიან ახასიათებდა შინაგანი სევდა დაფარული დრამატიზმი და უხილავის ხილულად ჩვენება. პორტრეტი იქნება, ეს ნატურმორტი, პეიზაჟი. დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეა მასპინძლობს არაჩვეულებრივად საინტერესო ორიგინალური ხელწერის მქონე მხატვრის ლევ ბაიახჩევის რეტროსპექტულ გამოფენას, სადაც წარმოდგენილია თითქმის ყველა ეტაპის მისი ნამუშევრები. საბჭოურმა სისტემამ ჩაუკეტა მხატვრებს თავისი სოცრეალიზმის პრინციპები და იმ მარწუხებით საშუალება, რომ ზიარებოდნენ იმ ტენდენციებს, რომელიც ასე გავრცელებული იყო დანარჩენ მსოფლიოში, ევროპაში განსაკუთრებით. ლევ ბაიახჩევი 60-იანელთა თაობას განეკუთვნება მხატვრებისას. ეს არის პოსტსტალინური ლიბერალიზაციის პერიოდი, როდესაც გარკვეულწილად მოხდა გადაწევა იმ რკინის ფარდის, არაჩვეულებრივად შეითვისეს 60-იანელთა თაობამ საინტერესო მხატვრული ძიებები. დაიბადა 1930 წელს თბილისში ინჟინერ-მშენებლის ოჯახში. მისი მშობლები ცხოვრობდნენ საქართველოში, კერძოდ თბილისში. გაიზარდა თბილისში. ბავშვობიდანვე იმიდრეკელი იყო. აიჩენდა ინტერესს ხელოვნებისადმი. მოზარდობის პერიოდში გაიარა საფუძვლები შესანიშნავ სომეხ მხატვართან, ფერმწერთან, ალექსანდრე ბაჟბეო-ქმელიქოვთან. იქ გაიცნო მისთვის შემდგომ ძალიან ახლობელი შემოქმედებითაც და სულიერათაც ავთო ვარაზი. მიიღო სამხატვრო განათლება აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში. სადაც ასწავლიან კორიფეები ქართული მხატვრობის სერგო ქობულაძე, აპოლონ ქუთათელაძე, კორნელი სანაძე, ვასილი შუხაევი. მერე კურსის გამორჩეული სტუდენტი ფერწერის გაიგზავნა პრაქტიკული სწავლებები იყო მოსკოვსა და პეტერბურგში, სადაც გაიცნო თავისი მეუღლე, ქალბატონი ელენე ბაიახჩევა. მთელი ცხოვრება გაატარა ერთად. თვითონ იძახდა, რომ ეს ქალი არის ჩემი მუზა, შეეძინა შვილი ჟანა და სერგო მუდამ იყო ჩართული თვითგანვითარებად პროცესში, ბაბო მუდამ იძიებდა ვთქვათ რა ახალი რა ტენდენციები არის ხელოვნებაში. ძალიან იტაცებდა და უყვარდა სიმფონიური კლასიკური მუსიკა. თაობის ყველა მხატვარს ძალიან კარგად იცნობდა, მაგრამ აი განსაკუთრებით მე შემიძლია ქალბატონი ელენე ახვლედიანი დავასახელო. ქალბატონმა ელენე გაუწილა ძალიან დიდი როლი ითამაშა ბაბოს განვითარებაში, როგორც მხატვრის, ძალიან მეგობრობდნენ. ელენემ ახალგაზრდა დამწყები მხატვრის ლევ ბაიახჩევის ნამუშევრების დაუთმო მთელი თავისი სახელოსნო და იქ მოაწყო მისი პერსონალური გამოფენა. ძალიან დიდი აღიარება მოიპოვა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, გამოფენა ჰქონდა გერმანიაში. ამის გარდა მისი ნამუშევრები არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რატგერსის უნივერსიტეტთან არსებული ზინერლის ცნობილი კოლექცია. ამის გარდა ლევ ბაიახჩევის ნამუშევრები არის რუსეთის, სასომხეთის კოლექციაში, კერძო კოლექციებშიც და სახელმწიფო. ლევ ბაიახჩევს ხასიათებდა სულიერების თანაზიარობა, დუმარების ესთეტიკა, აი ეს გარიმდებულობის ესთეტიკა, რომელსაც მე ქართულ სულიერებაში ვხედავ ყველაზე მეტად. აი სომხური სულიერებიდან მოდის შინაგანი დრამატიზმი, ტრაგიზმის ნოტები. ამის გარდა, რაც შეეხება ევროპულ მხატვრობას, აგერ კომპოზიციაა წარმოდგენილი პიკასო. პიკასოს შემოქმედებასთან მიახლების სურვილიც არის. ამის გარდა, სეზანი, მოდილიანის გავლენად კვებავი არტერიები აქვს, მაგრამ არავის არ ბაძავს. ის არის ლევ ბაიახჩევი, რომელმაც კარგად გაითავისა დიდი გამოცდილება, რომელიც დაგროვდა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში, მაგრამ მან თავისი წერა შექმნა. თბილისში
გარკვეულწილად ადაპტირებული სომეხი მხატვრები ქმნიდნენ განსაკუთრებულ მხატვრობას. შემდგომ პერიოდში კრიტიკოსებმა მას თბილისურ სკოლასაც კი დაარქმევენ იმ მხატვრების შემოქმედებას, რომლებიც ადაპტირებულები იყვნენ თბილისში და ესენი იყვნენ ალბერტ დილბარიანი, კონდახ საზოვი, ლევ ბაიახჩევი, ზულეიკა ბაჟბევ-კმელიქოვა, ხაჩატურიანი და სხვები, რომლებიც ერთგვარად აგრძელებდნენ იმ ხაზს, რომელიც მათ უფროსმა თაობამ, ასევე თბილისელმა სომხებმა გაუკვალეს ალექსანდრე ბაჟბევ-კმელიქოვი, შამშინიანი, ხოჯაბეკოვი. ეს ის მხატვრები არიან, რომლებმაც თავის შეიძლება სომხური ფორმის შეგრძნების ერთგვარ შემოქმედებით კოდს, რომელიც მათ ჰქონდათ ეთნიკურად, კარგად მოარგეს ის თბილისური აურა, განუმეორებელი სულიერება, რომელიც ჩვენ ქალაქს გააჩნდა. აი ესეთი სინთეზირებით შექმნეს მართლაც არაჩვეულებრივი მხატვრობა, ქართული, ეროვნული, საოცარი თბილი, განწყობა, აურა, რომელიც ჩვენ დედაქალაქს გააჩნდა, მათ არაჩვეულებრივად შეიქცეს. მნიშვნელოვანია ისი გრაფიკაც. აქ ლევ ბაიახჩევი უმაღლეს დონეს აღწევს ხაქიზი დამუშავებით, დავოდ იგრძნობა გამოცდილი ოსტატის ხელი. მაგრამ მაინც მისთვის მთავარი ფერია ფერწერა. ფერით მეტყველება მუშაობს თითქმის ყველა მასალაში. ზეთის საღებავები ტილოზე, გუაშის საღებავები მუყაოზე, აკვარელშიც მუშაობს. ფორმატი მეტად ვერტიკალზე არის, რაც ექსპრესიას ზრდის ყოველთვის. ნამუშევარში ჩანს მისი დამოკიდებულება, მისი საყვარელი თბილისის მიმართ, საყვარელი მეგობრების ოჯახის მიმართ, მთელი თავისი სიყვარული გადაიტანა თავის ტილოებში. ძველი თბილისი უყვართ განსაკუთრებით, გასაკვირველი პეიზაჟებია, მაგრამ ეს არის ქალაქის პორტრეტი. ისე არის ხასიათი, თეული უბნის, თითქოს ადამიანის ფსიქოლოგიური კუთხე-კუნჭული ჩადო იმ ქალაქის უბნების გახსნაში. სხვადასხვა რაკურსიდან დანახული ძველი უბნები არის ამავდროულად მისი ფერწერისთვის შემოქმედებითი ლაბორატორია. ყოველთვის ახერხებს პოეტურობა დაინახოს ამ უბნებში. ყოველთვის რაღაცა უნდა იყოს ამ მიჭყლეტილი სიძველისგან ფერგადასული და ასე შემდეგ. ეს მართლაც აცოცხლებს იმ ძველი თბილისის უბნებს, რომელიც ძალიან დამბეჭდავია ყოველთვის მის ძველი თბილისის სუიტაში. ლევ ბაიახჩევის მიერ დანახული თბილისური სურნელით გამთბარი პეიზაჟები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან კარგი ოსტატია, ფაქტურას შესანიშნავად გრძნობს, ფერით მეტყველება კარგია, კომპოზიციის აგება, ის ყოველთვის ცდილობს ააყირავოს თითქოს ყველაფერი. ასიმეტრია შეიტანოს, უტრირება ფორმების, პორტრეტში თვალები გაელმებულიც კი წარმოაჩინოს. ეს ახიბლი ლევ ბაიახჩევის გვიყურებს მოდელი, მაგრამ ამავდროულად საკუთარ სულიერებაშია ჩაბრუნებული მზერა. ეს ახასიათებდა ლევ ბაიახჩევის პორტრეტებს. ყველგან ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი ის დეკორატიულობის და ამავდროულად სისადავის ზღვარზე დაჭერილი ომიერება. ლევ ბაიახჩევს აინტერესებს საგნების არსი. ნატურმორტები არის ადამიანის სულიერებით გამთბარი. თევზები ისეთი თვალებით იყურებიან, თითქოს გეცოდება კოლაჟის ტექნიკა, რომელსაც იყენებ და გარკვეული მარკერები შეაქვს ძალიან ორგანულად. ეს იქნება სიგარეტის სახით, დაჭმუჭნული ყოლოფის სახით, ფოტო ნაგლეჯის გაზეთის და ასე შემდეგ. არაჩვეულებრივად შეიგრძნობს ფაქტურას და აი ეს ყოფიერება, ყოველდღიურობა აქვს ხელოვნების რანგში აყვანილი.